ინციდენტისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა დიდუბის სკვერში დამონტაჟებული ატრაქციონი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული. პარკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მშობლების მოთხოვნით საქანელის დემონტაჟი მოხდა, რასაც არასამთავრობოების პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირების მიუხედავად ატრაქციონი კვლავ სკვერში დგას და ამ დროისთვის მისი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ საქანელას ინციდენტის შემდეგ თავიდან ამონტაჟებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, საქანელაზე, რომელიც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, რამდენიმე მოზარდი გუშინ ერთდროულად დადგა და ჩამოვარდა. მშობლები ამბობენ, რომ მომხდარიდან მალევე მათი მოთხოვნით და საპატრულო პოლიციის დახმარებით საქანელა ჩამოხსნეს. არ არის ახასეთი ბავშვები დააყენეს მაინც ვერ გავიგეთ. დიდები ძალიან ბევრი და ჩაიწვია და ქვეშ მოყვა ფეხი. დიდუბის რაიონის გამგებელი, რომელიც სკვერში საქანელის დამონტაჟების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, აცხადებს, რომ გამგეობას თხოვნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა მიმართეს. ჩვენ მოგმართეს შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების მშობლებმა თხოვნით, რომ დიდუბის რაიონში დაგვემონტაჟებინა ერთი სპეციალურად მათთვის ადაპტირებული ეგრეთ წოდებული საქანელა, რომელიც ჩვენ დაფინანსებით რა თქმა უნდა დამონტაჟდა. საქანელაზე ერთი ბავშვი ჩამოვარდნილა და მშობლებმა ხელგვიძე პატრული გამოიძახეს და მათი დაჟინებული თხოვნით, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, პატრულმა მოახდინა ამ საქანელის დემონტაჟი. ავტორი ვინ ჩამოხსნა ეს ჯაჭვები? ინციდენტის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სკვერში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის წევრები მივიდნენ. მათი განმარტებით პრობლემა არა მარტო საზოგადოების დამოკიდებულებაშია. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს სპეციალისტების რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ. ფაქტი არის კარგი, რომ კეთდება ადაპტირებული საქანელა იძმება სკვერში, მაგრამ საქანელა არ შეესაბამება სტანდარტებს, ძალიან ბევრი დარღვევა ნახეთ ამ კონსტრუქციაში. დიდუბის სკვერში მომხდარი ინციდენტი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლების ყურადღების ცენტრშიც მოხდა. ორგანიზაციაში მოსახლეობის მიერ დისკრიმინაციულ მიდგომებზე საუბრობენ. ეს ინციდენტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დისკრიმინაციის დონე. ჩვენი კვლევების თანახმად ქართველი მშობლების 40%-ს ამ ბავშვების მიმართ სტიგმა აქვს და სწორედ ეს არის მსგავსი შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით მსგავსი საკითხები მედიის ყურადღების ცენტრში უფრო ხშირად უნდა ექცეოდეს.